საღამო მშვიდობისა, მეცხრე არხის ეთერშია გადაცემა დიალოგი, მე რუსუდან გვარამაძე ვარ. დღევანდელი გადაცემა განსხვავებული ფორმატისაა, სტუდიაში არ ყავს სტუმრები. გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი გაჩვენოთ ვარძიის გამჭვარტლულ კედლის მხატვრობაზე და კომპეტენტური პირებისგან მოვისმინოთ ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც საზოგადოებაში ხანძრის შემდეგ გაჩნდა. გაჩვენებთ სად და რა პირობებში ცხოვრობენ ვარძიის მამათა მონასტრის წევრები. ჩვენი გადამღები ჯგუფი აღმოჩნდა პირველი, ვისთვისაც მონასტრის კარი გაიღო. ასევე მოვისმენთ მხარეთა პოზიციებს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურთიერთობაზე. ვარძიის კედლის მხატვრობის გაწმენდა სპეციალისტების 7-კაციანი ჯგუფი ცდილობს რესტავრატორები მიკროსკოპით სწავლობენ მდგომარეობას, ფოტომასალით ამუშავებენ იქ არსებულ მდგომარეობას, რომლის საფუძველზეც საბოლოოდ შეირჩევა ის მეთოდი, რომლითაც საბოლოოდ უნდა მოხდეს კედლის მხატვრობის გაწმენდა და კონსერვაცია. ბაზარში მიმდინარეობს გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. ჯერჯერობით როგორც ხედავთ, ეს არის ტესტების სახით, ჭვარტლის ფენა, სად როგორ შეიძლება რომ მოშორდეს, ამაზე გწდება ტესტები. მიმდინარეობს ასევე დეტალური დოკუმენტაციის შედგენა, როგორც მიკროსკოპით დათვალიერება, ფოტოდოკუმენტაცია, ყველაფერი დეტალურად. გადაუდებლად ითვლება ის, სადაც უსაფრთხოდ გაწმენდება ყველა. ამიტომ კეთდება ტესტი, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ნაკლები ჩარევით და ნაკლები დაზიანებით მაქსიმალურად მოიხსნას ეს ჭვარტლის ფენა. აუცილებლად ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს გაწმენდა მშრალად, უნდა შეირჩეს ფუნჯი სხვადასხვა დეტალისთვის ინდივიდუალურად და აი ამ პროცესში ვართ ახლა. ახლა ვართ კამარაში, დასავლეთ კედელზე და რა ვიცი თქვენ თუ შეხედავთ საკმაოდ რთული მდგომარეობა. მომავლოდ ალბათ აი ამ სამუშაოს, გადაუდებელი სამუშაოს შემდეგ დაიწყება უკვე ამ მომდევნო პროექტი კულტურის ინსტიტუტთან, იგივე აკადემიასთან, სააგენტოსთან ერთად მთლიანობაში ერთიანად დაიგეგმება შემდეგი პროცესი. კვლევა მიმდინარეობდა 2012-დან 2015 წელს ჩათვლით. ეს მომდევნო ეტაპი შეიძლება უფრო მეტიც იყოს წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელი. აი ეს ნაწილი არის გაკეთებული სხვადასხვა ფუნჯებით, ჩაატარდა და რომელიც უფრო უკეთესად გაიწმინდებოდა. შედეგად რომელიღაც ფუნჯი შეირჩა, რომელთაც მე შემდეგი ეს ნაწილი გაიწმინდება, მაგრამ ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ აი აქ არის ძალიან ბევრი დაზიანება, აი აქ ხედავთ ქვის გამოწეულობას, აი აქ არის კიდევ ფერის აკერცვა, ძალიან ფრთხილად უნდა ამას ფუნჯით, იმიტომ რომ შეიძლება ფუნჯმა წამოიღოს ფერი და ამიტომ ძალიან ნელა და ფაქისად კეთდება. რესტავრატორები კედლის მხატვრობას მხოლოდ მჭვარტლის ზედაფენის განწმენდნენ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, გადაუდებელი გაწმენდით სამუშაოებს მოხატულობის მდგომარეობა და მისი შესრულების ტექნიკა ართულებს. ამ ეტაპს წინ უძღოდა 4 წლიანი დიდი კვლევა ვარძიის მხატვრობის, რომელიც საბედნიეროდ გაკეთებული იყო ეს კვლევა, იმიტომ რომ ეხლა ამ შემთხვევაში ვიცით ზუსტად როგორ არის შესრულებული მხატვრობა, რა დაზიანებები ქონდა წინასწარ, ანუ ეს ძალიან გვეხმარება და ძალიან წინ გვწევს ეხლა ჩვენ ამ გაწმენდით სამუშაოებში. მაგრამ ართულებს ძალიან ბევრი რამ. ართულებს ჯერ შესრულების ტექნიკაზე რო ვილაპარაკოთ, თქვა ართულებს ის, რომ ეს არ არის ფრესკა, ანუ რაც არის სველ მეთოდით ხატვა შესაბამისად, იქ ფაქტიურად კი რქვა ხდება ეს მხატვრობა გასაგებიანით რო ვთქვათ, არამედ ეს არის შერეული ტექნიკით შესრულებული, ანუ უფრო მეტად ვთქვათ, მოდით მშრალი ტექნიკით, სადაც გამოყენებულია საღებავის მისაღებად პიგმენტებთან ერთად, როგორც არაორგანულ ორგანულ საღებრებთან ერთად გამოყენებულია ორგანული შემკვრელები. ეს ორგანული შემკვრელები უფრო მეტად ზიანდება დროთა განმავლობაში. თან ამავე დროს, ანუ გვაქვს ასე ვთქვათ ორგანული ფენა ამ მხატვრობაზე. შესაბამისად, როდესაც დაედო ეს ჭვარტლიც შეიცავს ორგანულს, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში. თამით უმეტეს აქ სანთელი დაიწვა, ხალიჩა დაიწვა, 1000 რაღაც დაიწვა. შესაბამისად, ორი ერთნაირი სახის ნივთიერება ვთქვათ, რომ შეხვდა ერთმანეთს და უფრო მეტად შეუძლება გქონდეთ მათ კავშირი. ეს გაწმენდისას ძალიან კარგად ჩანს, თუ ზედაპირზე გვაქვს რაღაც ეს ორგანული ნადები ქონდა ზედაპირზე რამდენიმე სახეზე ძალიან კარგად ჩანს, ანუ ეს უფრო მეტად ჩამჯდარია ჭვარტლის შიგნით და უფრო ნაკლებად იწმინდება. ანუ იმას შეიძლება მე დაჭირდეს უფრო ქიმიური გზებით გაწმენდა და ასე შემდეგ მარტო მექანიკურად ასე ვთქვათ ჩამოწმენდა არ შველის. რამდენად მართლა გახდა ერთი თლიანი ეს ჭვარტლი და ეს მხატვრობა, ეს ყველაფერი ალბათ იქნება ცოტა ხანში ცნობილი, იმიტომ რომ ჩვენი ინგლისელი კოლეგა ამარილი აპირებს რომ აიღოს აქედან ნიმუშები და გააკეთებს ამაზე ანალიზებს და გვეტყვის რამდენად მართლა ჩამჯდარია ბოლომდე, მაგრამ მე ახლა შემიძლია გითხრათ იმას, რასაც ჩვენ თვალით ხედავთ, მიკროსკოპის დაკვირვებისას ხედავთ და ფოტოების შედარების შედეგად ხედავთ.
გარდა ამისა, წმენდის სამუშაოების ართულებს მხატვრობის მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს. მხატვრობის ფენა ზოგან აქერცრილია, ანუ გვაქვს პატარ-პატარა ნაფლეთები, ასე ვთქვათ, და ის ფუნჯით მექანიკური ჩამოწმების დიდი შანსია რომ მოცილდეს. ამიტომაც არის რომ ამდენი ხანია ვთქვათ ამ წმენდის მეთოდს ვიმუშავებთ. გარდა ამისა, განშრევება არის, ანუ ნიშნავს რომ შელესილობის ფენა მოცილებულია კედელთან. კედლიდან ბევრია ეს წინა რესტავრაციის კვალია ეს მეტალის ხო ანუ ეს ადგილი იყო არის ამობელი ხა ამას აქ ამ შემთხვევაში მხატვრობის ფენას და შელესილობას კედელთან აქვს არ აქვს კავშირი ანუ არ არის მიწებებული მარტივად რო ვთქვათ არის მათ შორის ჰაერი ადგილი და იმისაც რომ ეს არ ჩამოვარდნილიყო მაშინ ესეთი მეთოდი იყო მე-20 საუკუნის 50-იან წლებში შესაბამისად ლურსმით უბრალოდ შურუფებით და ამითი დაამაგრეს, რომელსაც ეს რაღაცნაირად იჭერს. თუ შეხედავთ კამერაში გვაქვს ესეთი უამრავი, იმიტომ რომ და ჩვენ კვლევის დროს გამოჩნდა, რომ ანუ მართლა ძალიან მოცილებულია ეს ფენა. შესაბამისად, ანუ პრინციპში პირველადი გადაუდებელი რაც შეიძლება დაგაკეთებულიყო ვარძიის მხატვრობისთვის იყო ეს, რომ ეს მეთოდი, ეს პრობლემა მოგვარებულიყო. მაგრამ ეხლა ხანძარმა დაუმატა ახალი, რომელიც უფრო სასწრაფო გახდა, ვიდრე ამის გაკეთება. ვარძიის კედლის მხატვრობის შესწავლაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი რესტავრატორებიც ჩაერთვნენ ლონდონის კურტოს ინსტიტუტის წარმომადგენელი ვარძიაში ლაბორატორიული კვლევებისთვის ნიმუშებს იღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სწორედ უცხოელი სპეციალისტების დასკვნას ელოდება. We came in urgency because of the condition of the paintings and because of the კურტოს ინსტიტუტი მეხუთე წელია ჩართულია ვარძიის კედლის მხატვრობის შესწავლაში. მე აქ რამდენიმე დღეა ჩამოვედი. ამ დღეების განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად ვატარებ ტესტებს, რათა შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია ჭვარტლის უსაფრთხოდ მოშორება. მდგომარეობის შეფასება ხდება პორტატული მიკროსკოპისა და ფოტოგადაღების საშუალებით. ამ რამდენიმე დღის დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ფერწერული ფენიდან ჭვარტლის სრულად მოშორება შესაძლებელი არ არის. იმიტომ რომ ჭვარტლის მცირე ნაწილაკები მაინც რჩება მხატვრობის ზედაპირზე. თუმცა უმეტესი ნაწილი შესაძლებელია მოშორდეს ისე, რომ არ დაზიანდეს კედლის მხატვრობა. მსგავს პრობლემებზე მუშაობის გამოცდილება ჩვენც გვაქვს. ცეცხლის და სითბოს მიერ კედლის მხატვრობაზე მიყენებული ზიანი გავრცელებული პრობლემაა. თუმცა არასდროს ყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, როცა ხანძრიდან რამდენიმე დღის შემდეგ მომიწია მუშაობის დაწყება, რაც მეტი დრო გადის, სიტუაცია უფრო რთულდება. ამიტომ აუცილებელია მხატვრობის გაწმენდა შემთხვევიდან მალევე დაიწყოს. ვარძიამდე იგივე პრობლემაზე ჩინეთსა და კვიპროსში ვიმუშავე. დაუბრუნდება თუ არა ვარძიის კედლის მხატვრობა ხანძრამდელ მდგომარეობას რესტავრატორებს ამის თქმა ჯერჯერობით უჭირთ. გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც სპეციალისტები ამბობენ, სწორედ აი ამ სამუშაოების ანალიზის შემდეგ გახდება იმის პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი, რა სახით აღდგება კედლის მხატვრობა. ამ ეტაპზეც რო შეხედოთ, ანუ მიკროსკოპულად რო დავათვალიეროთ, ხომ მიხვდებით, რომ რაღაცა დონეზე მაინც რჩება ის ჭვარტი. ამიტომ სამომავლოდ ცოტა რთული იქნება რაღაცა ზეპირად განისაზღვროს. მე კონკრეტულ შეფასებისგან ეხა თავს შევიკავებ გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას ამცნო, რომ აი ამ პროცენტით აღდგება, იმ პროცენტით აღდგება, არასერიოზული იქნება, მიუხედავად ისა, რომ ჩვენ პირველი ემოციისგან, როდესაც გავიგეთ, რომ მხატვრობა ზოგადად გადარჩენილი არის, შეიძლება ვთქვით კიდევაც, რომ გარკვეული ნაწილით რაღაც ზოგჯერ 100%, ზოგჯერ 90%-ით იყო ნათქვამი, მაგრამ ეხლა უკვე უცხოელ ექსპერტებთან ერთად ცოტა უფრო შორს ვიყურებით და ამიტომ მაინც კვლევებს დაველოდები იმ თვალსაზრისით, რომ რა ადგილზე, სად, როგორ გაიწმინდება, რა აღდგება, მხოლოდ სრულფასოვანი კვლევა გვაჩვენებს. სავარაუდოდ 2017-ში დაიწყება სამუშაოები. მთავარია განისაზღვროს პროექტით სრულად ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რაც გადასადგმელი არის. მომხდარზე ორივე მხარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საპატრიარქო პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებს. ბერების პასუხისმგებლობაც არის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არის, ჩემი პირადად პასუხისმგებლობაც არის და თითოეული ჩვენთაგანეს პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, ეს იმიტომ რომ ეს ჩვენია. ეს არ არის აქ არც ცხოვრები ბერების მარტო, არც მარტო სახელმწიფოსი და არც მარტო საზოგადოება. ჩვენ ძეგლთა დაცვა და საპატრიარქო ერთად ვიცავთ და ერთ ენაზე ვსაუბრობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, თუ ვინმე
თავნებობს იმას თავისი პასუხი მოეთხოვება, მაგრამ ნუ გავაიგივებთ როგორც ძეგლთა დაცვას რაღაცა ორგანიზაციასთან, რომელიც თურმე არ უვლის კულტურულ მემკვიდრეობას და ასევე საპატრიარქოს იმ ორგანიზაციას თურმე აზიანებს კულტურულ ნუ გავაიგივებთ. ეს არის ყველაზე მთავარი გზავნილი ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს ეს. გარკვეულ პასუხისმგებლობას ჩვენ გვზრუნავთ და განვიცდეთ ახლა როგორ შეიძლება რომ ამაზე მე ვთქვა ის რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ ან ის ვთქვა რომ ამას არ განვიცდი. კი, მედიოდა უბრალოდ ჩვენთვის სამწუხარო ის არის რომ ამ დროის განმავლობაში იმაზე მიდის აპელირება და შეიძლება რომ ამას დიდად არ განიცდის ეკლესია და მონასტერი. როგორ შეიძლება რომ ამას არ განიცდით ეს ჩემთვის წარმოუდგენელია არა მარტო ეკლესია და არა მარტო ეს მონასტერი, არამედ ზოგადად ნებისმიერი ქართველი. ამ თემით ასე ვთქვათ აპელირება რომ ეს ესია ვიღაცამ ეს თქვას ჩემთვის არის ყველაზე დიდი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი, იმიტომ რომ როცა ადამიანი ვიღაცა წამებს შენ იმას რომ შენ ეს არ განაღლებს, შენ ეს არ გადარდებს, შენ ეს არ გტკივა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მივიღება. ზოგადად ახლა შეიძლება ვიღაცის თვალწინ მე შეიძლება ცრემლებს არ უღრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის ეს ცრემლებამდე მტკივნეული არ იყო. ხო, და ამიტომ ესე თითის გაშვერა ზოგადად მარტო ვიღაცისკენ და ამ შემთხვევაში მონასტრისკენ რა თქმა უნდა გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ ის რომ ჩვენ აქ ცხოვრობთ და უფრო მეტი ყურადღება იყო საჭირო რომ გამოგვეჩინა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ეს და დღეს ამ რეალობაში ვართ. და იმის სახელი ამის გამო რომ ეკლესიას უნდა წაერთვას ესეთი რაღაც ძეგლები, ესეთი კულტურული ღირებულების მქონე ადგილები და გადაეცეს სახელმწიფოს. რა სახელმწიფო მუზეუმებში არ მომხდარა მსგავსი ტრაგედია, არ მომხდარა ხანძარი, არ მომხდარა ძარცვა და იქიდან არ გაუტანიათ რამე ესეთი ღირებულების მქონე ნივთები. რამდენიც კიდე ესეთი შემთხვევა არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც. მე მიმაჩნია რომ ადამიანმა არა ისრის სროლა უნდა დაგიწყოს და წაქცეულის ფეხი კი არ უნდა დაგადგას. მე მგონი ხელი უნდა გამოგიწოდოს და მაშინ უნდა დაგიდგეს გვერდში ეს. მომხდარის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ურთიერთობების გადახედვასა და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ნიკოლო ზანთიძე ამბობს, ვარძიაში მომხდარმა შემთხვევამ ქცევის კოდექსის შემუშავება დააჩქარა. პასუხისმგებლობა ისედაც აკისრია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს. ეს არის და არ არის ინსტიტუციური შეუთანხმებლობის პრობლემა. მაგრამ დადგა საკითხი ზოგადად შემუშავდეს საპატრიარქოს და ჩვენს მიერ ერთობლივად ქცევის კოდექსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ეს არ ეხება მარტო ვარძიას, რა თქმა უნდა. ეს შეეხება მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, სადაც არის განთავსებული მონასტრები და აქ იქნება ორი უწყების მიერ შემუშავებული სპეციალური ქცევის კოდექსი, რომელსაც ვალდებული იქნება დაემორჩილოს როგორც ვიზიტორი, ასევე იქ მცხოვრები ადამიანი. ეს არის და მე ვფიქრობ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამდენ პრობლემებში, რა პრობლემებზეც ზოგადად ამ დღეებში იყო საუბარი. არ გულისხმობ კიდევ ერთხელ ვამბობ ვარძიაზე თუ რა მოხდა ამას იძიებს შესაბამისი უწყება და ამას გვეტყვიან, ამიტომ მე ამის შეფასებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ დანარჩენ ძეგლებზე აუცილებლად გასახორციელებელია. რატომღაც ესე ჩანს, რომ საგეტო თურმე ვერ ერევა ან ვინმე რამე იცავს, არა. აქ არის უბრალოდ კარგად ჩანს რამოდენიმე ფაქტი უფრო, რომელიც მოუგვარებელი არის და არ ჩანს რატომღაც ის ფაქტები, რომელიც უკვე მოგვარებული არის. მე მინდა ობიექტური სურათი არსებობდეს საზოგადოებისთვის, რომ გარკვეული პრობლემები გვარდება, გარკვეული პრობლემები არ გვარდება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გაურბივართ ამ პასუხისმგებლობას, რომ რაღაცა ხდება ამ საზოგადოებაში ისეთი, რომ თითოეულ ადამიანის რაღაც სურვილთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევს მე ესეთი ქმედებები, რაც ხდება უკანონო მშენებლობები, რაც ხდება გადაკეთებები ძეგლების და ასე შემდეგ. და ამიტომ ამისკენ უკვე სხვა ნაბიჯებს ვდგავთ. ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ იმ დანარჩენ პრობლემებზე, რაც ხდება ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. თვითნებობები მალე გვექნება გარკვეული მონახაზები, ესეთ კომპლექსურ ძეგლებზე, როგორც მართვის გეგმები, შემუშავება იქნება აუცილებელი პირობა და განხორციელდება და ზოგადად დანარჩენ ძეგლებზე ქცევის კოდექსები დარიგდება, იმიტომ რომ ყველასთვის იყოს ნათელი თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნებისმიერი ადამიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. როგორ გაფრთხილებით უნდა იქცეოდეს და არ არის გამართლება გაუფრთხილებლობით მოხდა. არ უნდა იყოს გამართლება ამისი.
ასეთი შემთხვევა ყველგან შეიძლება მოხდეს და შემთხვევას დავარქვათ, რომ ვინმე ძალით აფუჭებს. ძალით არავის არ გაუფუჭებია არაფერი. შემთხვევა მოხდა და ჩვენ თელმა საზოგადოებამ უნდა გავერთიანდეთ საზოგადოება ერიც და ბერიც და ყველა ერთად შევეცადოთ რომ გამოვასწოროთ ეს შემთხვევა და შევეცადოთ რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი რაღაცა ასეთი შემთხვევის საშიშროება მინიმუმად თუნდაც გამორიცხვით ვერასოდეს ვერავინ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ მაგრამ იმის ცდილობა რომ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ეს აუცილებლად იქნება არის და გაგრძელდება ყოველთვის ამაზე მუშაობა ჩვენც ვამბობთ ამას რომ უნდა გადაიხედოს რაღაცა შეთანხმებები უნდა გადაიხედოს და უნდა მოხდეს ისე რომ ეკლესიას თავისი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა ჰქონდეს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდეს და ეს იმდენად ასე ვთქვათ მოუგვარებელი თემად არ მიმაჩნია მე და მე მგონია რომ არც მათ ალბათ იმიტომ რომ ეს არის ესეთი თემა რომელზედაც შეიძლება დასკვდომა დალაპარაკება და რაღაც გადაწყვეტილებამდე მისვლა რომელიც იქნება ორივე მხარისთვის და ზოგადად მე აღარ მინდა ეს ვიხმარო ეს მხარეები ზოგადად კარგით და ქართული და ესეთი ვარძიისთვის სასარგებლო ვერ დაუშვებთ იმას რომ ჩვენ მხარე ვიყოთ ახლა თქვათ და სააგენტო რაღაც სხვა მხარე იყოს განა სააგენტოს წარმომადგენლები არ არიან ეკლესიის შვილები არ შეიძლება რომ დავყოთ რაღაც აი დაპირისპირების თემად ვაქციოთ რომ აი ის ამას ფიქრობს შეიძლება ის ამას ფიქრობს მე ასე ვფიქრობ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე იმის მტერი ვარ და მე სხვა მხარე ვარ და მე ვერ მივიღებ იმისგან იმას თუ ის რაღაც კარგ სიტყვის. რა თქმა უნდა მე და ჩვეულებრივ ახლა მე რაც არ ვიცი იმას უნდა ვკითხო და რაც ეკლესიურად და მონასტრული ცხოვრების შესახებ იმათ მარიციან ეკლესიას და მონასტერს უნდა ვკითხო და ასე უნდა მოხდეს შეთანხმება და არა რაღაც დაპირისპირებით რაღაც შეურაცხყოფების მიყენებით და ერთმანეთზე თითის გაშვერით. საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც კიდევ ერთ წლების მანძილზე გადაუჭრელ განცხადებას შეეხო მოვიყვან ციტატა ამ განცხადებიდან. ეპარქია დიდი ხანია ითხოვს ვარძიის ქვემოთ ბერების საცხოვრებლისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე კელიების აშენებას, მაგრამ პროექტის შეთანხმება სახელმწიფო სათანადო სამსახურებთან დღემდე არ განხორციელდა. არადა ამით სიტუაცია საგრძნობლად განიტვირთებოდა, ვერ მოხერხდა ეკლესიასა და არსეულ მუზეუმს შორის ფუნქციების გადანაწილებაც. მიდის შეიძლება დაახლოებით უკვე 5 წელია ამაზე, რომ პროექტირება უნდა მოხდეს სატრაპეზო სახლისა, რომელიც და რამდენიმე სენაკისა, რომელიც განლაგდება აი იქ, სადაც უშუალოდ მანქანა მოდის და ჩერდება, რომ ნაწილობრივ განემუხტოს და განიტვირთოს გამოქვაბულებში ცხოვრება და აღარ იყოს ის, ასე ვთქვათ, გადაღებული თემები წამოწეული წინ ღუმელის ტრუბებთან დაკავშირებით და ასე ზოგადად საყოფო ცხოვრება ნივთებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როცა ცხოვრობ იქ ღუმელის გჭირდება ადამიანს, შეშაც გჭირდება და სხვა რაღაც საყოფო ცხოვრება ნივთებიც გჭირდება. ჩემთვისაც მიუღებელია და არც ჩემთვის არ არის ესთეტიკურად ლამაზი, როცა ვთქვათ გამოქვაბულიდან კლდეებიდან გამოჩრილია ღუმელის ტრუბა და ჩანს ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჩემთვისაც ლამაზი, რა თქმა უნდა, მე ამას ხვდები, მაგრამ როცა აქ ცხოვრობ, უბრალოდ რაღაცა უნდა გქონდეს, რაღაცით უნდა ისულდგმოლო და რაღაცით უნდა თავი გაიტანო. ძეგლის დაცვის გამო ჩვენ გქონდა საუბარი, რომ სამონასტრო კელიები გადავიდეს ქვევით სანამ გამოქვაბულები დაიწყება, მანამდე ადგილი უკვე შერჩეული გვაქვს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად. პროექტიც გაკეთდა, თუმცა ვერ მოხდა შეთანხმება ამ პროექტზე და ალბათ ჩასწორებას მოითხოვს პროექტი და როცა ეს პროექტი გაკეთდება, იმედი გვაქვს, რომ განიტვირთება შედარებით მონასტერი, მაგრამ მონასტერში ცხოვრება ყოველთვის აქ გაგრძელდება და დაბლაც იქნება, რა თქმა უნდა, მონასტერი და ძირითადი დატვირთვა იქნება ქვევით და ალტერნატიული პროექტი არ გვინახია, იმიტომ რომ ერთი დაწუნებული იყო, მაგრამ ეხლა მე და მეუფე საუბრობდით ზუსტად, რომ გავააქტიურებთ ჩვენ ინტელექტუალურ პოტენციალს ჩავრთავთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პროექტანტებს ისეთი პროექტი შემუშავდეს, რომელიც დაუშვათ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს. ამაში ჩვენ ჩავერთვებით, მაგრამ თვითონ ის, რომ ჩვენ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას ვახორციელებთ, მე ეს ვფიქრობ, საფუძველს მოკლებულია, ვფიქრობ არა, დარწმუნებული ვარ, საფუძველს მოკლებულია, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ერთადერთი პროექტი გქონდა განხილული და ის პროექტიც იყო დაწუნებული. ესეთ პროცესებში, რომელიც პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს ჩვენთან, ვერ ჩავერთეთ თავის დროზე, მაგრამ ეხლა ამასაც, რა თქმა უნდა,
უზრუნველყოფს. რა პირობებში ცხოვრობენ სასულიერო პირები ვარძიაში? მეცხრე არხის გადამღები ჯგუფისთვის მეუფე თეოდორემ სწორედ მონასტრის კარი შეაღო, მან დაგვეთვალიერებინა ის კელიები, სადაც სასულიერო პირები წლების განმავლობაში ცხოვრობენ. მოდი ერთ კელიას გავჩვენებთ. აი ასე ცხოვრობენ ბერები. აქ ძირითადად ეს არის ნახევრად ბეტონის კონსტრუქცია, ეს რაც შელესილია. ეს არის ახალი კონსტრუქცია ბეტონის, რომელიც 60-იან თუ 70-იან წლებში, როდესაც გამაგრება მოხდა, იმ დროს ჩათვალეს, რომ ბეტონი უნდა ჩაესხათ და გაიმაგრებინათ ბეტონით. გამოქვაბულის მხოლოდ აი ეს ნაწილი არის, ეთყობა. დანარჩენი არის მთლიანად უკვე ახალი კონსტრუქცია, რომელიც 1960-იან თუ 70-იან წლებში მე ზუსტად არ ვიცი, იმ დროს მოხდა და იმიტომ გადაწყდა ზუსტად ამ ადგილზე ბერების დასახლება, რომ ეს არ არის პირვანდელი სახე, ეს არის უკვე მიშენება. მიშენება არ არის, გამაგრება არის. ვარძიაში სამონასტრო ცხოვრება ბოლოს 18 წლის წინ 1998 წელს განახლდა, ახლა იქ 6 სასულიერო პირი ცხოვრობს. საკანონიზაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს მონასტერში და მონასტერს უწევს დაახლოებით 500-600 მეტრის გავლა საკითხთან დაკავშირებით. არ არის წყალიც არ არის ნორმალურად დარეცხო ჭურჭელი და ხელით გვიწევს ასე ვთქვათ და ხელით ვაკეთებთ ამ ყველაფერს ახლა როგორც არის პირობები, ისე ცხოვრობთ ჩვენც რა ვუყოთ ახლა. ბერები ვართ და ამაზე არ ვწუწუნებთ რა პირობებიც გვაქვს, ის პირობები გვაქვს და იმ პირობებში ვიცხოვრებთ. ესეთი პირობები იყო 90-იან წლებში, როცა მოვედით და მე მინდა ვთქვა, რომ 90-იანი წლების მერე ფაქტურად არ შეცვლილა პირობები და იგივე პირობებში ცხოვრობენ აქ ბერები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიცხოვრებთ იმ პირობებში, რაც არის. რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელი გახდა, რომ გაუმჯობესდა პირობები, უკეთესი იქნება თუ გაუმჯობესდება. ვარძიის მონასტერში მოღვაწე ბერებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ მოღვაწეობა რა. და ეხლა დღესდღეობით, ეხლა ეს ხანძარი რომ მოხდა, არ მეგულება, რავი, მე საქართველოში იქ მოღვაწე ბერებზე მეტად ვისაც შესტკივა გული და დღესდღეობით თუ კი რამე შემორჩენილია იქ და თუ კი ნამდვილად რაღაცა ის სურათი გვაქვს, რაც არის დღესდღეობით, ხო? ეს პირველ რიგში მაგ ხალხის დამსახურებაა და მაგ ადამიანების დამსახურებაა და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უკუღმა დავატრიალოთ და ყველაფერი იმ ხალხს დავაბრალოთ. მე თვითონაც იქ ვარ, რამოდენიმეჯერ ნამყოფი, ხამეც მაქვს გათენებული იქ, იმიტომ რომ მრევლი ვარ ეკლესიისა და აი როგორი მთელი გულით, მთელი სულით მოღვაწეობს იქ ხალხი. ვიცი რომ აქვთ პრობლემა. ამებს და უწევთ პრობლემურ პირობებს ცხოვრობენ, კელიებში ცხოვრობენ, გამოქვაბულში არის რაღაც მოსაწესრიგებელია რაღაცები, მაგრამ თავარი ის აზრის, რომ ეს ხალხი მუქჩა უხრელად და თავის ქვეყნისთვის აკეთებენ იმას, რომელიც უნდა აკეთონ და დღეს ბევრი ტურისტი და ბევრი ადამიანი, რომელიც იქ მიდის და ის რაც იქ ხდება, რაც გვაქვს დღესდღეობის სურათი ზუსტად ამ ხალხის დამსახურებაა. ვარძიაში მომხდარი ხანძრის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტაძარში წირვა ლოცვის ჩატარების და სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირების ცხოვრების საკითხი. ამაზე ორივე მხარის საპატრიარქოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, არც ერთი მხარე არ აპირებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და გადახედვას. მე არასწორად ვიმაჩნია ეს მიდგომა, იმიტომ რომ ეკლესია განუყოფელი ნაწილია ჩვენი საზოგადოების და ეკლესიისთვის განუყოფელი ნაწილია ჩვენი საზოგადოება. ძეგლებთან მიმართებაში ესეთი რადიკალიზმი და ზოგადად ნებისმიერი ინსტიტუციისადმი რადიკალიზმი არის დამღუპელი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების გახლეჩვას ემსახურება. მოდი ვისაუბროთ კონკრეტულ თითოეულ პრობლემებზე და პრობლემის მოგვარების გზებზე და არა ზოგადად ინსტიტუციებზე ვისაუბროთ, იმაზე რომ თურმე სახელმწიფო და ეკლესია ვერ თანამშრომლობენ, ვინ გითხრათ, ვინ თქვა ესე და რატო არის ეს მცდელობა, რომ მოხდეს გარკვეული გახლეჩვის მცდელობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გადადგმული ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, მე ვემიჯნები მსგავს ცხოვრება რომ შეწყდეს, ეს არის შეუძლებელი. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან ზოგიერთი ადამიანი და ამბობს, რომ თურმე მონასტერში ბერები არ ცხოვრობენ. ან რაღაც მოიხსენებ, რომ ბერები შევიდნენ და დაიკავეს მონასტერი, გეგონება ჩვენ დავიპყრეთ. ვინმეს საკუთრებას შეუვარდით და ვიღაცას წავართით საკუთრება და დავიპყარეთ. ჩვენ არ შევცვევნილ ვართ და
დაგვიპყრია მონასტერი. მონასტერი არის ბერებისთვის და ეს კელიები, ეს გამოქვაბულები გამოჭრილი არის იმისათვის, რომ აქ ბერებს ეცხოვრათ და თამარ მეფის დროს ამისთვის გაკეთდა ეს მონასტერი, ამისთვის აშენდა, რომ აქ ბერებს ეცხოვრათ და ბერებს ელოცათ და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ცხოვრებას და ლოცვას. ეს ლოცვა აქ კომუნისტების დროსაც კი საწყის პერიოდში არ შეწყვეტილა. სადღაცა მგონი 50-იან თუ 60-იან წლებში ბოლო ბერი გადააგდეს აი ამ კლდიდან კომუნისტებმა. და მე მინდა ვთქვა, რომ დღესაც თუ ვინმე გადაგვაგდებს ჩვენ აქედან თუ სხვანაირად აქ ბერული ცხოვრება არ შეწყდება. ძალით თუ შეგვაწყვეტინებს ვინმე წირვა ლოცვას, ანუ სერიოზული ძალადობით, ჩვენ უბრალოდ ძალით არა. თუ დაგხოცავენ ამ შემთხვევაში შეწყდება აქ წირვალოსვა, თორედ სხვანაირად ჩვენ აქ წირვალოსვას არ შევწყვეტებთ და ჩვენ ვცდილობთ პირიქით აღვადგინოთ ყველა ეს ჩვენი ძველი ტაძრები, რომლებიც ძიმე მდგომარეობაშია და განვაახლოთ იქ ისევ წირვალოცვა, რადგან ნებისმიერ ტაძარში, რომელიც იკურთხება, ტრაპეზი, რომელიც იკურთხება, მას დაედგინება მცველი ანგელოზი და ის ყოველთვის არის იქ და იცავს და ამ ტრაპეზზე უნდა აღდგეს აუცილებლად წირვალოცვა, რომელსაც ჯერ არ აღდგარა, არა თუ რომელიმე აღდგენილში გავაუქმოთ წირვალოს. მაგ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დავიცვათ შესაბამისი პირობები იმისა, რომ მოვლილი იყოს ეს და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ ყველანი ერთად საპატრიარქოს და სახელმწიფოც ერთობლივად, ისევე როგორც კონკორდატით არის ეს განსაზღვრული, ერთობლივად ვმუშაობთ, რომ შესაბამისად იყოს დაცული ის პირობები. ხლა შემთხვევისაგან არავინ არა ვარ დაზღვეული, მე უკვე აღნიშნე შემთხვევა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის რომ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მინიმუმი იყოს, ამაზე რა თქმა უნდა ორი აზრი არ არის. დღეს იმის სახელი რომ ჩვენ ახლა უნდა დავტოვოთ აქაურობა, უნდა წავიდეთ. რაღაცით მახსენებს ხოლმე იმ 20 წლის უკანდელ ყიჟინას, რომლებიც მაშინ მეყიჟინებდნენ, რომ წადით და ვარძიაში რაგენთ და თქვენ საქართველოში ცხოვრობთ. ჩემი საქართველო აქ არის და ჩემი ქვეყანა აქ არის. ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა ვემსახუროთ, მე მიმაჩნია იქ, სადაც ჩვენ ვართ, თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ისე როგორც შეგვიძლია. და ასე თუ გავაკეთებთ ყველა ჩვენ ქვეყანას დარწმუნებული ვარ, უფრო ეშველება ვიდრე იმით, რომ გაჭირვებულს ფეხი დავადგათ და წაქცეულს ზევიდან კიდე უკიჟინოთ, რომ შენ ეს რაქელი, შენ ეს რატო გააკეთე და ჯალალედინი ხარ შენ და შენ საქართველოს მოღალატე ხარ და აპელირებენ და პირდაპირ საქართველოს მტრად გამოყავხარ რაღაც ადამიანებს. და მტკივნეულია ეს თემა და არც არის გასაკვირი. ყველასთვის მტკივნეული იქნება და ჩემთვისაც მტკივნეულია ეს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ის რაც ვარძიაში მოხდა არის შემთხვევა, რომლისგანაც დაზღვეული არავინა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხანძრის შესახებ შესაბამის უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დღესვე მიმართა. უწყებამ უნდა დაადგინოს, რატომ გაჩნდა ხანძარი ვარძიაში. ასეთ იყო დღევანდელი ხუთშაბათი და დიალოგი მე-9 არხზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.